დღეს გაგიზიარებ ნამცხვრის რეცეპტს, რომელიც ბებიის დაბადების დღეზე გამოვაცხებ. კრემის მოსამზადებლად სახამებელი ფქვილი, ვანილი და შაქარი კარგად აურივთ ერთმანეთში. ეტაპობრივად დავუმატოთ რძე, კარგად გავხსნათ ესმასა და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. მუდმებით ვფურიოთ შესქელებამდე, შემდეგ დავამატოთ კარაქი, კიდე კარგად ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთით. ბოლოს გადავაკრათ საკვები პარკი და გავაგრილოთ. ბისკვიტისთვის კვერცხი და შაქარი ავთქვიბოთ მიქსერის მაღალ სიჩქარეზე, სანამ არ მივიღებთ ღრუბელებით მასას. დავუმატოთ რძე და ზეთი და კვლავ გადაურიოთ. ეტაპობრივად დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები და ვთქვიფოთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. ბისკვიტი გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე ზედა ქვედა წვაზე. გაგრილებული კრემი ავთქვიბოთ მიქსერით, ხოლო გაგრილებულ ბისკვიტს მოვაჭრეთ ზედა ნაწილი. ბისკვიტი დავნამოთ და გადავანაწილოთ ზემოდან კრემი. გადავაკრათ საკვები პარკი და დავდოთ მაცივარში სტაბილიზაციისათვის 8 საათი. ბოლოს ნამცხვარზე გადავანაწილოთ ყავისა და კაკაოს მასა.